შუადღემშვიდობის მეგობრებო, ეხლა ქადა უნდა გასწავლოთ ნაუცბათევი, გუნდა მოვიტანე, ყიდე, გაღვივებული, გავაკეთე 4 პატარა და 1 დიდი, აი ასეთი, ეხლა ვაბრტყელებ საბტყელებლით, როგორც ვახერხებ, ეგრე გადავიღებ, იმედია კარგად აგიხსნით. გავაბრტყელებ სადაც ვაბრტყელებდი მეგობრებო, იქ ვერ გადავიღებდი კარგად და გადმოვიტანე აგე აქ. აი ესე კარგად გავაბრტყელოთ. მოვაყაროთ ცოტა ფქვილი ტაფაზე. გადავაფინოთ. გაიხალა არაუშავს მივაწელებ. არა პრობლემა, ამაზე არ დაიძაბოთ თუ გაიხება. აი ასე. ეხლა მას წავუსვებ ცხიმს ზემოდან. წავუსვი და გაკეთებული მაქვს მეგობრებო, ქადის გული. სამსვარი დაჩას თუ რას ეძახით არ შემეშალოს სიტყვა. იმით გავაკეთე ვანილი, შაქრის პუდრა, ფქვილი, მოვშუშე კარგად. всё, ეს ერთი ფენა. ეხლა დალში 4 პატარა ფირფი დავაყრე მეგობრებო, აი მაებსაც აი ესე ხელზე კარგად გავშლი, აი ესე, აი ასე და ჩავაფენ გულში. აი ვერ ვიღებ ისე რომ კარგად დაგანახოთ და როგორც ვახერხებ, მე მგონი კარგად ხედავთ, ხო? აი ასე. ეხლა მოვაყრი კიდე ამას ზემოდან, ამ ქადის გულს. დროში ჩავედიოთ. ეს მეორე მეგობრებო, ჯერ საბტყელებლით გავაბრტყელე ნაზად და შემდეგ აი ესე. უცბად ვაკეთებ მეგობრებო, უცბად. რა ვჭამოთ, არ ვიფიქროთ. უცბად შეგვიძლია გავაკეთოთ აი ესეთი საოცრება ქადა, რომელიც არის ძალიან გემრიელი. აი ასე კიდე მოვაყრი. ნახევარი წავიდა. ის რა ქვია? სამარხოს ვეძახი მე დაჩას. ჩემ შვილს უკეთებ მეგობრებო, ტკბილები უყვარს ძალიან. მე გემოთიც არ გავსინჯავ ალბათ. ვატყობ რომ უნდა და არ მეუბნება, მარხვაროა და სიურპრიზს დავახვედრებ. ეს უკვე მესამე ფენა. ესე კარგად. მე მგონი კარგად გითხარით, ჯერ გასაბტყელებლით გავაბრტყელე და შემდეგ აი ასე შემოკარგებო. აი ასე. მოვაყრით კიდე გულს. ძალიან ბევრი სიტყვა არ მივეცი. მათ შაქარს წევს ტკბილი და არ გვინდა ყველაფერი ნორმაზე აქვს სიტყვაც და სიმარილიც მეტი არ არის საჭირო. აი ასე. მეგობრებო, დამჭა კიდე ერთი ფენა, ამას გადავანაწილებ. დროში ჩავე. ეს უკვე მეოთხე ფენა, ის არის გუნდა გოგოებო და გითხარით, ერთი მთავარი ცოტად მოზრდილი და 4 ესეთი პატარა გუნდა. დავაფინოთ ესეც ესე კარგად შემოკარგებო და გაკეთდა 4 ფენა. ეხლა ამას რაც არის, წამოვიღებ აი ასე. უცხობ ხოლმე ნაუცბათევად. და თქვენც გააკეთეთ გაღვივებული ცომით ჩემო ძვირფასებო. აი ესე. როცა მარხვა არ არის, კვერცხს უსმებ ზემოდან, რომ სიწითლე ჰქონდეს, მაგრამ ეხლა აბა
არ შეიძლება. 28-ში დავალღვებთ ალბათ რა უყუთება. დაბადების დღეა და აი ასე შემოკარგებ. ეხლა ამას შევაბრძანებ. ხელით მოვასწოროთ ლამათა, აი ასე და შევაბრძანებ გამოსაცხობად. გამოვაცხე. მეგობრებო, გოგოებო და ბიჭებო, აი გამოიყურება ასე. ძალიან ცხელია. და აი ვეცდები რომ დავჭრა, ვეცდები ვნახოთ. ძალიან ცხელია მეგობრებო, ვერ ამოვიღე ტაფიდან და ამიტომ აი დავჭრი და განახებთ. წარმოგიდგენთ ახლა 2 ლარი მივეცი ხო ცოლში. 2 ლარი. და 2 ლარის გონდა ცადე დრო არ დავკარგოთ. ისეთი სუნი აქვს მეგობრებო და ისეთი არომატები ტრიალებს, მაგრამ არის ძალიან ცხელი. და აი გამოვიდა ესეთი ფენობა. აი ესეთი. და დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ რომ გააკეთებთ. მე ვაკეთებ ამას ხან ყველით, ხაჭო, ხორცი, ფარში, მოშუშული. უცბად რა, როცა დრო არ აგაქვთ, შეგიძლიათ 2 გუნდა შეიძინოთ და თუნდაც აი ესეთი სიტყვა გაუკეთოთ თქვენ ოჯახის წევრებს. აბა დამიწერეთ ახლა კომენტარები ხომე, დამიწერეთ, გამახარეთ.